მოდი ზურგით. ზურგით არა იმით. დავისყეთ. წავით. მამა არაფერი არ იცის, მაგრამ მე ეგრე მჯერა, მაგრამ მგონი მაქვს. აი მე გული არა მე რა. მოგ მაგარი ავიწყვიტე რა. ესე იგი უნდა გავალანძღინო ხალხს ჩემი თავი. იმიტომ რომ ყველაზე დიდი ემპათია მაქვს სფეროში მაქვს. აი, ეს სტერეოტიპის დანგრევა მინდა აქვე, რომ მოგდა ჩავაჭირო. ანა მოვიყვანე ჩემთან პირველად ოლიმ შარშან გაიცნო და ახსოვდა ძალიან ჭკვიანი ძაღლი მყავს და ჩემი და აგერ ბანავს პირველად ივლისის ბოლოს როგორც იქნა მარი ვიხილეთ აუზში ეხლა უნდა ვჭამოთ და მე უნდა წავიდეთ თბილისში მე ამას ამახევენ და მე უნდა წავიდეთ ჯიმში და მანაც წაიგიყვანთ ან ნახეთ ახლა რა მოხდა მე გზაში აბდექი ვიმეცადინე ანუ ისე გავარჯიშებთ ლუბოის რომ ნულოვან ტრამვას მიაყენებთ საკუთარ თავზე და კვირას მაქვს გამოცდა ხო და ამ გამოცდისთვის მოვემზადე წინა 2 დღეა ღომზე და იმაზე ვარ საცივზე კიდე რა ვჭამე მაგარი ავიწყვიტე რა მაგრამ არა უშავს როგორც ვამბობ თავს და შეახსენო consistency over perfection is everything ამიტომ მაგის გამო თავი არ უნდა დაიგრუზო ესე დრო და დრო უნდა გეჭორა ოდესეთი ვლოგები ძალიან მომწონს ხოლმე რა ალა შენ თავს როგორ გზო ძალიან მცხელა ძალიან დაბიებული მე არ მცხელა ანუ ეს პერიოდი არ მცხელა ბათუმში ერთხელ არ დამცხა ისინი კიდე ცუდად იყვნენ გასაგებია ეს სიტყვა ძვლები ძლის გამითვა მაგიტო არ ვიცი მე ძალიან მომწონს სადაც მივდივარ და სადაურთან ერთანაც ვარ იმათ კილოს ვიკიდებ მაგალითად მყავს ფოთელი მეგობარი მაგასთან 1 საათი ფოთელი ვარ ეხლა ბათუმში იყავი ბათუმელი გავხდი ისეთი კილო ავიკიდე ცოტა შიგადაშიგ ვითომ სმენა არ მაქვს სმენა მე ეგრე მჯერა მაგრამ მგონი მაქვს სვეა როგორ ეგრე კარგად ვერ ავიღებდი კილოებს რა აქცენტებსაც ესპანურს მეცადინეობდი სწავლობდი ჩემ მასწავლებელს მაგასაც ძალიან მაქებდა რომ კარგი ის მაქვს აქცენტი კორეულად ამის მეგობარს რო ველაპარაკები ხოლმე ხო სულ მეუბნება რომ ფარბი დომუ თუტა მოდა ჩუტარაგო ჩუტე რატომ არის ენერგიულად მაგასაც გეტყვი ოლი მე არ მოგენატრა ბიჭო მოდი აქ მოდი რა საყვარელი დავიყვან ხო რა საყვარელი არავის არ ყავს საერთოდ ეს არის სიმღერა რომელიც ჩემი აზრით ყველამ უნდა იცოდეს ვინც კორეაში ცხოვრობს ძალიან სიმბოლური სიმღერაა კორეისთვის და ამა არ იცის ამა არაფერი არ იცის მარტო ჯონგუკი იცის მეტი არაფერი მაგიჟებს whatever 진심을 바라면 그 술은 절대 주지 마 헛소리를 하고 악마의 춤을 출 거니까 마치 밖엔 시원한 바람이 불지만 세상에 너무 험해서 널 내 옆에만 둘 거니까 남자는 전부 똑같아 아니 술 마신 남자는 다 떠고 싶어 이 나이 값이 나는데 사고 치고 싶어 굳이 움직이지 않아도 돼 მარტო საცობებს შევიდა ჩემი ხასიათის გამიჯობა აღარ შემილია სრითი ვიწყებთ, მოდი ზურგით. ზურგით არა იმით, დავისყეთ მხრები და ჩავალთ ქვები. წავით. დავიწყოთ მეებით. გავტებით. ხო. ინტროდაქშენი არ გამიკეთებია, თორნიკე არის 12 რაუნდის მწვრთნელი. One of the best. მადლობა ძალიან დიდი. ძალიან იმაზე იგოს პატარაზე, არა? არა? ოკეი. უკან გამო. კოთ. ან სვინგები, ჩვეულებრივი. ოკეი. 12 გამეორება წინ 12 გამეორება უკან მეს და იდახში ამოძრავე მარტო დელტებში არა
მარტო იდაყვები, მერე წინ. მაჯერ უკან გადატანა, წინ გადმოტანები. 3. ხო, თავარი არ არის სიჩქარე რა, გახურების დროს მით უმეტეს. თავარია რომ კარგად იგრძნო, კარგად რას ვთქვა დაზეთო. მაგრამ ყოველთვის დინამიური გაწელვები. კი, სტატიკური გაწელვები მით უმეტეს ძიმე წონების წინ არის ყველაზე სუდი რაღაც, რაც შეგიძლია ქნა. რაც უფრო განზე გაწევ ხელს და ჟღუდს უფრო ქვევით მოკიდებ, მით უფრო მეტი რეზისტენტულობა იქნება. ხო. და ყურადღება მიაქციერო, ბეჭები არ აგეწიოს, ტრაპეციები არ ჩაგერთოს, ყოველთვის გასწორებული, ბეჭებში გაშლილი. მარტო იდაყოს ამოძრავები. ორიანებით დაიწყე. გახურებისთვის. ხო, გახურებისთვის გეყოფა. ერთადერთი. მოძრაობა გავაკეთე, დაბალი წონით. ბიცეპსი, ხარი. შეგვენი ამას მაღალი წონით ვარჩიშო. სამუშაო წონა ეგ მაქვს. პირველ რიგში იდაყვით იწყებ მოძრაობას. ესე. მაჯები არ გაქვს მოღუნული და ძალზევით არ აქვს. ისე რომ ტრაპეციები არ ჩაგერთოს, ამას არ აკეთებ. დიაგონალზე გავუშვი, თითქოს რაღაცას უნდა მიწვდე ან ვინმეს უნდა დაარტყა სახეში. გაითვალისწინეთ, მეგობრებო, რომ ეს დელტებს იმიტომ ვიწყებთ, რომ უბრალოდ გავიაროთ, გამოცდამე ყველაფერი და ესე არ დააწყებინოთ მოსწავლეს დელტებით ვარჯიში, იმიტომ რომ პატარა კუნთი არის და სხვა კუნთებზე მე დატვირთვა მოიხსნება. კარგი. მეოროთ ახლა. როცა გვინდა ბიცეპსის და ტრიცეპსის ვარჯიშები გავაკეთოთ დიდი კუნთის ჯგუფთან ერთად, რომელთან გააკეთებდი ზურგთან ერთად თუ მკერდის დღესთან ერთად. ესე იგი, უნდა გავალანძღინო ხალხს ჩემი თავი. ოკეი. მე პირადად ყოველთვის დამწყები იქნება თუ ჩემი თავი მკერდთან ერთად ვაკეთებ ისეთ კუნთს, რომელიც არის მკერდის აგონისტი და არა ანტაგონისტი. რადგან მკერდზე ისედაც ჩართულ კუნთს მირჩევნია რომ უფრო გავთიშო, ვიდრე მეორე დღეს მაგალითად სიტყვაზე ზურგზე ბიცეპსი გავთიშული მქონდეს და შესაბამისად ზურგს დატვირთვა მოვა. მირჩევნია რომ უგან უდიდეს კუნთებზე ვიმუშაო კარგად, ვიდრე პატარა კუნთის დატვირთვის ხარჯზე დიდ კუნთს მოვაკლა დატვირთვა. დამწყების შემთხვევაში უკეთესი არის რომ აგონისტი კუნთები ერთად ვავარჯიშოთ, ანუ დამხმარე კუნთები. შესაბამისად ერთთან ერთად ტრიცეპსი და შეგვიძლია ჩავრთოთ წინა დელტა, შუა დელტაც ერთი ვარჯიში, მაგრამ უმჯობესი იქნება თუ გაყოფილად გვექნება დელტების ვარჯიშები და ცალკე დღეს ჩავსებთ. 1 საათი თქვენი ცხოვრებიდან არაფერს არ გიწყვიტავთ, რომ თქვენს თავს და თქვენს ჯანმრთელობას დაუთმოთ. ამ ყველაფერს როცა 1 საათს უთმობთ, შეიძლება დიდი დრო არ არის, მაგრამ წლებთან ერთად აკუმულირდება ეს დრო და 50, 60, 80 წლის ასაკში მოღუნულები და ღმერთო შენ გადამარჩინე და ღმერთის იმედზე არ იქნებით. მაგრამ მე მუღამში ისე შედიხარ და ისე ობსესივ ხდები პროგრესზე, რომ 3 საათსაც დახარჯა მაგალითად ფეხის დღეზე შეიძლება და უბედნიერესი იყო. 3 საათი არ არის მიღებული, არ უსმინოთ ამას. ხო აი ზეგ ექნება გამოსა და მიხვდება 3 საათი რატო არ წუდი. აქვე დავძენ 3 საათი იმიტომ არის ცუდი რომ კუნთის გადაყრილობას შეიძლება გამოიწვიოს. ჩელოვანი დარბაზ გარე თუ დარბაზში ჰიგიენა ყოველთვის კაი. ადამიანის გვერდზე რო გაული, ცუდად არ უნდა გასული. აი, ერთი სტერეოტიპის დანგრევა მინდა აქვე, რომ გოგოები მკერდის ვარჯიშებს არ აკეთებენ ხოლმე. გოგოებმა მკერდი გააკეთეთ, გჭირდებათ. ძალიან კარგია, გჭირდება და მკერდ ზომაში არ ამცირებს. წონაში თუ დაიკლებთ ცხიმს, გენეტიკურად როგორც მიყვება, ეგ არის კუნთის ზრდასთან ცხიმის წვა არაფერ შუაში არ არის. ამიტომ მკერდის ვარჯიშები უნდა ჩასვა, კარგი არის ჩვენი ლიმფური სისტემისთვის ასტრაფებს. მართალია. ასევე გაითვალისწინეთ რომ მკერდი არის იგივენაირი კუნთი როგორც არის თქვენი ბარძაყი ან თუნდაც საჯდო. შესაბამისად ჭირდება ვარჯიში. ბალანსი ყოველთვის მნიშვნელოვანია. ბალანსის გარეშე ცხოვრებაში არ ხდება არაფერი. თუ ზურგის კუნთებს უძალანზე მეტად განავითარებ და მკერდის კუნთები ჩამორჩება, ესეთი ტიპი გაიჩიტები, ამიტომ ეგ არ გვინდა. კი ბატონო. შეჯამება დღევანდელი დღეს, რას ფიქრობ? ჩავაბარებ. თუ არ ინერვიულებ ჩააბარებს. მაგრამ ძალიან ნერვიულობს და შფოთობს. რა მანდერვიულებს არ ვიცი ანუ. მithumetet ჩემთან რა ნერვიულობს ეგ არ ვიცი, მაგრამ ხო. ერთადერთი რაც იყო და რაც კადრში ვერ მოხდა, ფეხის ვარჯიშები არ გავიარეთ, იმიტომ რომ რავი მაინც საჯდომი არ გაგვივლია, ფეხი არ გაგვივლია. მაგებს გააკეთებს, ერთადერთი კითხვა დაუსვი ისეთი რამაც. მითხრა რომ იცის, შესაბამისად არაფერი არ აქვს ანერვიულო. დელტებს, ზურგს, კერძს, ბიცეპს, ტრიცეპს 3 დღეა კიდე გამოსამდე გადაივლის, კარგად. რაც არის მნიშვნელოვანი ეგენი იცის, ბიომექანიკა იცის. უცებ მითხარი უგანიერესის ფუნქცია? ხრისის კორპუსთან მოტანა. კი ბატონო. ტრაპეციების?
4 ფუნქცია გვაქვს. კაი, ყველა არ ჩავერთვალე ერთ-ერთი. ელევაცია, დეპრესია, შეტყუპება. ხო, всё, მოჭი. და კესრიც გასაგები. კაი, ბიცეპსის ბარემ დაიგო. იდაყვის მოხრა სახსაში და სუპინაცია. ხო, всё. იცის ბავშვმა რა, რა ვიცი, მიეცით სერტიფიკატი. გააგდეთ, გაუშვით. ძალიან დავიღალე. და თუ რამე გელოდებით 12 რაუნდში, თორნიკე იკითხეთ რომ მოხალთ. That's it. 11:09-ია. და სახში მივდივარ და თან გზად ცოტა მინდა დამეჭარავა. ამ გამოცდას არ ვუდგები ისე როგორც გამოცდას. მე მინდა რომ ზუსტად იმ დონეზე და ისე კარგად შევძლო ამ ყველა ვარჯიშების აღწერა და გადმოცემა, როგორც მე ჩემს მომხმარებელს, ჩემს მოსწავლეს ავუხსნიდი. და მაგიტო მინდა რომ კარგად მომზადებული შევხვდე რა. იმიტომ რომ ჩემთვის ეგ ძალიან სასიამოვნო პროცესიც არის, როდესაც ადამიანს რაღაცას ვუხსნი, ვასწავლი, იმიტომ რომ აქამდეც მაქვს მაგის გამოცდილება, რაღაც ტრენინგები ჩამიტარებია სტუდენტებისთვის ვატარებდი, ხელში გადაში გვაკეთებ მაგას. და ანუ მოკლედ ძალიან სიამოვნო ეს პროცესი, რომელიც ზოგადად სწავლების პროცესი ჩემთვის არის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი და მე ძირითადი მიმართულება, რასაც მინდა მივაწვე, ესე ვთქვათ, არის ქალების ფიტნესი და ჰორმონალური დისბალანსის მქონე ქალებთან მინდა მუშაობა ყველაზე მეტად, იმიტომ რომ ყველაზე დიდი ემპათია და ყველაზე დიდი understanding გაგება და ასე შემდეგ მაგ სფეროში მაქვს. მე რომ მენახა მაგალითად ჩემნაირი ადამიანი, ჩემნაირი ტრენერი, ვისაც ზუსტად ესმის, როგორ უნდა იმუშაოს პოლიკისტოზის მქონე ქალთან, გოგოსთან, გავიქცეოდი ეგრევე. და ნუ მაინც ფსიქოლოგიურადაც ბევრად უფრო უსაფრთხოდ გრძნობ თავს ისეთ ადამიანთან, ვინც ზუსტად იცის რა მდგომარეობაში ხარ და ავიყვანე რამდენიმე მოსწავლე ონლაინ კოუჩინგის სერვისით, ესე ვთქვათ. და საკმაოდ კარგი გამოცდილება იყო, მოებისგანაც კარგი ფიდბექი მქონდა ძალიან და მინდა რომ ეს ამ თემაზე ცნობიერება ზოგადად ამაღლდეს ყველგან, იმიტომ რომ წლები დამჭირდა მაგ ყველაფრის გასაგებად და დასარისერჩებლად ჩემით და მოკლედ ბევრი test and trial-ი გამოვიარე, რომ ეგ ყველაფერი კარგად გამეგო და გამიაზრებინა რა მუშაობს და რა არ მუშაობს. და მინდა რომ ეს ცოდნა ჩემს გოგონებსაც გავუზიარო. მოკლედ ეგ არის და ეგ. ეს კონტენტიც ფიქრობ საინტერესო არის რა, ჩემი ყოველდღიურობა ესე ვთქვათ, რავი, მე მიყვარს ხოლმე ესეთი ვიდეოების ყურება და მაგითო გადავწყვეტე რომ ეს გამეტესტა და ნახოთ როგორი გამოვა. რა მგონიჯობი აქ დავამთავრო, იმიტომ რომ ჩქარა სიარულიც ძალიან მიყვარს და ეხლა უნდა ჩავაჭირო. ჩავაჭირო, ფანჯრები ჩავწიო და ბედბადის მოვუსმინო, იმიტომ რომ ეგ არის ესე ჩემი ერთ-ერთი თერაპია. და დღეს ცოტა დღის ბოლოს გადავიტვირთე, გადავიწვი ოდნავ და ცოტა უნდა დავრეფრეშდე ეხლა და მივიდე, გადავივლო, დავიბანო, მოწესრიგდე და ხვალ ისე მივდივარ ჯიმში და შევეცდები რომ ხვალ წაგიყვანო. ეს მაგას ძალიან მიყვარს. მისტერ ოლიმპია. ახლა რა უნდა გავაკეთოთ? ჩავსვა. აი, ცილა მჭირდება მოკლედ დღეს რა, კარგად არ მიჭამია. ამიტომ დღეს ახლა გავაკეთებთ shakes. დავამატებ ხაჭოს. და იმენი გული არ ამერვა. ტრაგედია ყინული არ მაგ. კაი, გაყინული ჟოლო გვაქვს. იმედია გადაწონის ამისი. ბომბასტიკ. კარგია. მაგრამ ანუ ამას რა ვუყო? სადა გადასაყრელი.